ლექსო ამოგთქო მოხერო, თუ რო იქნება უკუდებოდე. და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოს არ რჩებოდე. გიმღერდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ხვებოდე, ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვუყებოდე. ეს ლექსი მთელმა საქართველო მიცის. მასზე შექმნილ სიმღერას მთელი საქართველო მღერის, თუმცა დიდი ხნის მანძილზე არავინ იცოდა ლექსის ნამდვილი ავტორის ვინაობა. ის ხალხურ ლექსად იყო მიჩნეული და ბაგიდან ბაგეზე გადადიოდა. მხოლოდ საბჭოთა რეჟიმის დამხობისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გახმაურდა ამ უკვდავი ლექსის ავტორის სახელი. ამ სახელს სამშობლოსთვის შეუპოვარი ბრძოლის ისტორია უკავშირდება. მიხა ხელაშვილია ეს სახელი. მშაველი პოეტი, რომელიც 25 წლისა მოკლეს და დღეს კი ის თავისუფლების მარადიული სიმბოლოა მთელი საქართველოსთვის. მიხა ხელაშვილი 1900 წლის 25 იანვარს ფშავში, სოფელ ახატში დაიბადა. 6 წლის მიხა აღსაზრდელად სოფელ თამარღელეში ბერად დაყუდებულ ილარიონ მოსანთლიაშვილს მიაბარეს. ბერმა ჩაუნერგა პატარა მიხას უფლისადმი გაუნელებელი სიყვარული. მალე მამამ მიხა სასწავლებლად თბილისში წაიყვანა. აქ იგი წარჩინებით ეუფლება ქართულსა და რუსულ ენებს. თავის სოფელში დაბრუნებული მიხა მისმა სიძემ, მღვდელმა თეოდორე ჟამიაშვილმა ხევსურეთში, ბარისახოში გაგზავნა დიაკვნად და ტაძრების მცველად. მიხას პოეტური ნიჭის გარდა სალამურსა და ფანდურზე დაკვრის ნიჭიც ჰქონდა. იგი უბადლო მოჭიდავე, თოფის უბადლო მსროლელი და მხედარი იყო. ძნელბედობის ხანაში მოუხდა ცხოვრება ბარისახოს დიაკვანს. ამ დროს მთის ხალხის თავისუფლებას ებრძოდნენ, ტაძრებსა და სიწმინდეებს ანადგურებდნენ. კომკავშირელი აქტივისტები ყველა მხრივ ავიწროვებდნენ მიხას და ისიც იძულებული იყო ტაძარი დაეტოვებინა. მან თავი ტყეს შეაფარა, ოღონდ არა როგორც ყაჩაღმა, არამედ როგორც პატიოსანმა მეომარმა. მიხას არსებობა ხელისუფლებას მოსვენებას უკარგავდა. მის მოსაკლავად ფშავში მილიციელთა და კომკავშირელთა რაზმები შეადგინეს. თუმცა გონება გამჭრიახი და ნამდვილი მებრძოლი მათ ხელიდან რამდენჯერმე დაუსხლდა. ვაჟკაცი პოეტი დიდი მამაცობითა და თავდადებით გამოირჩეოდა. ერთხელ სოფელ რუსიანის ტყეში იგი თავის მეგობრებთან ერთად კეიფობდა. იმ დროს სოფელში ქორწილი ყოფილა. იქ მყოფ მილიციის კომისარს დავით ბალიაურს შეატყობინეს მიხა ტყეში მეგობრებთან ერთად კეიფობსო. ბალიაურმა მილიციელ თირილა ქისტაურს მისი დაჭერა დაავალა. ქისტაურმა თურმე თოფი მიუგდო კომისარს, წადი და შენ თვითონ დაიჭირეო. ამასობაში ხელაშვილს მისმა კეთილის მყოფელებმა ამბავი მიაწვდინეს. მიხა იარაღით დაადგა თავს ორივეს. გარეთ გამოიყვანა, ტყეში წაასხა და შესძახა. ახლა რომელი დაგხრიტოთ წინ და წინაო. თირილას კომისარზე მიუთითებია, ეს არის უფროსი, მაგან მიბრძანა, ჯერ მაგას გაუსწორდიო. კომისარს კიდევ მილიციელზე უჩვენებია, იარაღი ამას აქვს და ჯერ ეს გაისტუმრე საიქიოსო. გაეცინა მიხას და ასეთი სიტყვებით გამოუშვა ორივე. წადით მოვშორდით. თქვენ რა ხართ, თქვენი დაჭერილი ყაჩაღი რაღა იქნებაო. რაკი შეუძლებელი გახდა მიხას ხელში ჩაგდება, ხელისუფლებმა გაუგონარი სისასტიკე ჩაიდინეს. მიხას დედას აფხუშოდან ხოდაში მიმავალს მილიციელმა კომკავშირელებმა ჯერ ხანჯლის წვერებით დაუჩხვლიტეს სხეული, მერე იარაღით მოკლეს. გადმოცემის მიხედვით თავით ფეხებამდე იარაღში ჩამჯდარი მიხა წელზე ყუმბარა შემორტყმული მიადგა სატირალს. მან მხოლოდ 2 წუთი დაჰყო დედის სხეულთან, გამოეთხოვა და ტყეში გაუჩინარდა. მან არ აიღო დედის სისხლი. ამ საქციელმა უზომო დაამაღლა ხალხის თვალში რაინდი პოეტის ავტორიტეტი. მტერიც არ შემხვდა მტრის ფერიო, დაწერა მიხა ხელაშვილმა დედის სიკვდილის შემდეგ. დედა მამიკლეს მოხუცი 60-80 წლისაო. ავად მყოფ მოკლეს დედაო, შაჰბრალდი აღარ ვისაო, მაშინ სად ვიყავ თავ მკვდარი, როცა შენ გაგიჭირდაო, რად მინდა ქუდი თავზე და ან თობს რა დავზიდაო. მთავრობა ყველანაირად ცდილობდა მის თავიდან მოცილებას. შეიქმნა ახალი 60 კაცისგან შემდგარი რაზმი, რომელიც მაღაროს კარში დაბანაკდა და მიხას მოკვლა დაევალა.
ერთ დილით რაზმის უფროსი ჯაგნელიძე გარეთ გამოვიდა მაღაროულაზე პირის დასაბანად. უცებ მის წინ მიხა ხელაშვილი აღიმართა. თქვენ მე ვერ დამძლებთ თუნდ 1000 კაცი შეიყაროთ. გამერიდენით და მეც გაგერიდებით. მიმართა მიხამ კომისარს. ჯაგნელიძემ ხელი წაიღო მაუზერისკენ, რომელიც მან პირის დაბანის წინ წყაროს თავზე შემოდო, მაგრამ ხელაშვილმა დაასწრო და იქვე აუგო წესი. მერე რაზმის სადგომში შევარდა. მესროლეთ თქვენ ლაჩრებო, შეძახა მიხამ. 6 კაციდან ვერც ერთმა ვერ გაბედა თოფი მიეშვირა იმ ლეგენდად ქცეულ კაცისთვის, ვისაც ხალხის თქმით ტყვია არ ეკარებოდა. მაშინ ხელაშვილი ზურგით შებრუნდა თურმე მათკენ და მეორედ შეძახა. რაკი პირისპირ ვერ ბედავთ, ზურგში მესროლეთ, როგორც ჯაბანთა წესიაო. მაგრამ რაზმელები კვლავ მონუსხულებივით იდგნენ. მაშინ მიხამ მათ იარაღი აღყარა და ღელეში გადაუძახა. ასეთ მძიმე ვითარებაში მიხა სახელოვანი ქართველი მხედრის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმს შეუერთდა. რაზმმა იმ დროს ფშავში გადმოინაცვლა, თუმცა მიხა ჩოლოყაშვილის რაზმს უცხოეთში არ გახყოლია. ასე უთქვამს, რაც უნდა მოხდეს, ჩემს სამშობლოს არ მივატოვებო. მიხას ცოლი და პატარა გოგო ჰყავდა, თამარი. ბავშვი რომ ენახა ერთხელ ცოლს შეუთვალა, ნახნავში დასვი და დურბინდით შევხედაო. ცოლმა დასვა თამარი ნახნავში და მამაც დურბინდით აკვირდებოდა. უკვე 80 გადაცილებული თამარი ამირან არაბულთან და პოეტ ეთერ თათარაიძესთან ყვებოდა, თუ როგორ აწიოკებდნენ მის ოჯახს კომუნისტები. როგორ შეუცვივდნენ თოფებით დედას და ბებიას, როგორ სცემდნენ და გასაჩხრეკად კიდობნების დახსნას აიძულებდნენ. ამ დროს ბავშვი 2 წლის თუ იქნებოდა. ან როგორ დამამახსოვრდა, დედაჩემს ბეჭებში კუნდახი ჩაარტყა. მე მისაშველებლად გადმოვბობხდი, ამომკრა ფეხი და გადმომაგდო. გაიხსენა მაშინ თამარმა. მალე მიხა თავისივე მეგობრებმა, ლუკა მარცვალაშვილმა და გარსევანიშვილმა სასიკვდილოდ გაწირეს. ერთ დღეს მიხა ხელაშვილი ლუკა მარცვალაშვილს ჩარგალში სტუმრად ეწვია. ლუკა მეგობარს ყველანაირი პატივისცა, ხინკალიც მიართვა და არაყიც. მერე კი ადათისამებრ წვერიც გაპარსა. გული ცუც მიგრძნობს, ვერაგული მკვლელობა მელის. ბარემ გამომისვი ხელში ეგსამართებელი ლუკავ, არც დავინანებ, რაღაცა ჩემი სიცოცხლე. ასე უთქვამს მიხას მარცვალაშვილისათვის. ლუკამ ყასიდად იწყინა ეს სიტყვები. შემთვრალი გმირი საბძელში დააძინეს მარცვალაშვილმა და გარსევანიშვილმა. როცა მიხა ღრმაძილმა წაიღო, ორივე თავზე დაადგა მოსაკლავად. მარცვალაშვილს შიშით ხელი აუტოკდა, მაშინ გარსევანიშვილმა დაახალა ტყვია. ამის მერე რაზმელებმა მიხას ახლობლები შეაბეს მარხილში, ზეთკი მიხას ცხედარი შეაგდეს და ასე ჩააცურებინეს ნეშტი დუშეთში, მილიციის შენობასთან. 2 კვირა ასე ეგდოდა უმარხავი, იარაღიც ზედ ჰქონდა ასხმული. მერე ერთმა ღვთისნიერმა კაცმა, ტუჩა ქეთელაურმა, თავისი მორიგეობის დროს მიხას დას სალომეს მოაპარინა ძმის ცხედარი. წაიღეს და ჩარგლის სასაფლაოზე დამარხეს. მიხას მკვლელობის საქმეში გარეულია ვახტანგ რაზიკაშვილიც. ფოლკლორისტის ამირან არაბულის თქმით, ვახტანგს შესაძლოა უშუალოდ არ მოუკლავს, მაგრამ ის ერთ-ერთი იყო, ვინც ეს მკვლელობა დაგეგმა. მოგვიანებით რაზიკაშვილს ფშაველებმა ლექსიც გამოუთქვეს. ვახტანგო რაზიკაშვილო, გაგთეთრებია ქოჩორი, ჟინვალის ქვემოთ კაცი ხარ, ჟინვალის ზემოთ ჩოჩორი. ეს მოხდა 1925 წლის 25 იანვარს. 25 წლის მიხა ხელაშვილი სწორედ იმ დღეს მოკლეს, რა დღესაც იგი ამ ქვეყანას მოევლინა. ხალხმა არ დაინდო და საკადრისი მიუძღო მის მკვლელებს. გარსევანიშვილს საწამლავი გაურიეს ხინკლის ცომში და ასე მოკლეს. ხელაშვილის მკვლელობიდან 24 წლის შემდეგ კი მისი სისხლი ფშაველმა პოეტმა და კომუნისტებთან დაუღალავმა მებრძოლმა გოგია ჭიჭოშვილმა აიღო. სწორედ მან მოკლა მიხას მკვლელი ლუკა მარცვალაშვილი. უდროდ ჩაქრა ქართველი მებრძოლი გმირისა და პოეტის სიცოცხლე, თუმცა მისი ლექსები დღემდე შემორჩა ისტორიას.
სიკვდილამდე მიხამ თავისი ხელნაწერი რვეული მეგობარს ვანო ხორნაულს გადასცა. ყველაზე მეტად მას ენდობოდა. ვანომ კი ლექსების რვეული ზემო კაწალხევის კლდის ნაპრალში დამალა. მთელი გულით სწამდა, რომ მალე დადგებოდა დრო, როცა ამ ლექსების სამზეოზე გამოჩენა შესაძლებელი გახდებოდა. ეს დღე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დადგა. დღეს უკვე ბევრმა იცის, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლექსის ლექსო ამოგთქომ ოხეროს ავტორი მიხა ხელაშვილია. 2022 წელს მიხა ხელაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი მიხა ხელაშვილზე. გამოიწერეთ კარდუს YouTube და Facebook გვერდები. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ, რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოსზე.